რიცხვთა რომელ სიმრავლეებს მიეკუთვნება 3.402.8. ოღონდ სხვაგვარად 4028 მე-1000-ი, მაგრამ სიმდულეში ეგრე არ არის, იმიტომ რომ ეს ორიანი და 8-იანი თავზე ხაზი რომ აქვთ, ესე იგი მეორდებიან. ანუ მოდი გადმოვწერო ეს რიცხვი. აი ესე რომ იყოს დაწერილი 3.48, მაგრამ რადგან თავზე ხაზი აქვთ, ეგ ნიშნავს რომ ეს 28 მიდის და მიდის და მიდის და მიდის და მიდის უსასრულოდ. ამიტომ იმის ნაცვლად რომ უსასრულოდ დიდი რიცხვები წერონ და მე სამწერტილები დაუწერონ თუ უსასრულოდ დიდი არა, მაგრამ ძალიან დიდია. მაგის ნაცვლად თავზე ხაზი ძალიან მარტივი აღნიშვნა არის, ხო? ეხლა მოდი დავიწყოთ იმის შემოწმება, თუ რა სიმრავლეებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ეს რიცხვი. მოდი ამისთვის, დავხაზავ, რატომაც არა. რიცხვით ღერც. თქვათ აქ არის 0, არის. ეს აუცილებელი არაა პრინციპში, მაგრამ ეს -1, აღარ ასაჭირო. 3-ზე ვხვდებით, რომ იქნება 3.4, რადგანაც სადღაც აქ. აქ ის, ესე იგი, ნამდვილი რიცხვთა სიმრავლეს მიეკუთვნება. აი გავარკვიეთ, იმიტომ რომ რიცხვით ღერძზე თუ არის, ესე იგი ნამდვილი რიცხვია. ცუდად დავხაზე, მაგრამ არა უშვის, მოვატიებთ იმედია. უფრო საინტერესო კითხვა არის, მოდი დავწერ კიდეც, ნამდვილი. ნამდვილი არის. კარგი. ეხლა ნამდვილი რიცხვი არის, მაგრამ უფრო საინტერესოა რაციონალური რიცხვი არის თუ არა. გაგახსენებთ რა არის რაციონალური რიცხვი. თქვათ მე თუ ამბობ რომ p არის რაციონალური, ეს ნიშნავს რომ მე შემიძლია p გამოვსახო ესეთი ჩანაწერის სახით. p უდრის რაღაც m გაყოფილი n-ზე. ანუ ასეთი ჩანაწერი თუ შემიძლია გამოვსახო p, ესე იგი ის რაციონალურია. შემიძლია თუ არა ეს რიცხვი გამოვსახო ორი მთელი რიცხვის ერთმანეთზე განყოფის სახით. ანუ m გაყოფილი n-ზე s სახით. მოდი ვნახოთ. აღვნიშნოთ x-ით მთელი ეს რიცხვი, ესე იგი x-ით აღვნიშნოთ 3.28 თავზე ხაზი, ანუ 28 უსასრულოდ პერიოდში. სხვანაირად ამას პერიოდში ამბობენ, ანუ 28 პერიოდში, ესე იგი 28 მეორდება. და ახლა მოდი კიდევ ესეთ რაღაც გავაკეთოთ. დავწეროთ რას უდრის 10000x. 10000x. იმისთვის რომ 10 წილადის ნიშანი მარჯვნივ გადავიტანო. უდრის რას? 10-ზე გამრავლება მარჯვნივ გადაიტანს 10 წილადის ნიშანს, მაშინ 4-ჯერ 10-ზე გამრავლება, ანუ 10000-ზე გამრავლება გადაწევს 4 ციფრით მარჯვნივ. გვექნება 34028 მთელი და ისევ 28 პერიოდში. 28 პერიოდში. კარგი. ახლა მოდი ვნახოთ რისი ტოლი არის 100x. 100x. 100x იქნება, ეხლა გამოჩნდება რას ვაკეთებ, რაში მჭირდება 10000x და რაში მჭირდება 100x. 100x რა იქნება? ისევ ეს გამრავლებული 100-ზე, ანუ 2-ით მარჯვნივ გადავა 10 წილადის ნიშანი და გვექნება 340 მთელი და 28 პერიოდში. ეხლა რო დავუკვირდეთ, აქაც 10 წილადის წერტილის მარჯვნივ გვაქვს 28 პერიოდში და აქაც 10 წილადის წერტილის მარჯვნივ გვაქვს 28 პერიოდში. მაშინ მე თუ ავდექი ეხლა და ორივე მხარეს გამოვაკელი ერთი და იგივე რამ, ანუ აქეთა მხარეს გამოვაკელი 100x და აქეთა მხარეს გამოვაკელი, რასაც უდრის 100x, ანუ 340 მთელი 28 პერიოდში. მაშინ მივიღებ რაღაცა რიცხვს, რომელიც იქნება მთელი რიცხვი, იმიტომ რომ 10 წილადის წერტილის მარჯვნივ რაც არის ერთნაირია ორივეგან და ერთმანეთს გააქრობს, ხო? ძალიან კარგი გამოსავალი არის, ასე ვთქვათ, რაღაც პრობლემის გაქრობის. მარცხენა მხარეს გვექნება 9900x, 9900x, ხოლო მარჯვენა მხარეს გვექნება რამდენი? მოდი გამოვაკლოთ 340-ს, კი არა და 34028-ს 340, ცოტა უფრო სწორად დავწერ, აქეთ ცალკე, იმიტომ რომ დაალგებულად არ მიწერია 34028-ს ვაკლებთ 340-28 პერიოდში, ესე, ვაკლებთ 340-28 პერიოდში. კარგი. ეხლა ვიცით რომ ესენი ერთმანეთს რომ გამოვაკლება, ანუ 8-8 გვაქვს 2-2, ესენი პირდაპირ განულდება, ანუ 0 გვაქვს 10 წილადის მარჯვნივ. 8-0 არის 0, 2-4 არ გამოვა, ამიტომ გადავხასოთ, დავწეროთ აქ 12 და აქ 1 გამოვაკლოთ, ამას აქ დაგვრჩება 9. ეს ნიშნავს რომ 4-იანი შეიცვლება 3-იანით. კარგი, 12-ს ვაკლებთ 4-ს და ეგ იქნება 8-ის ტოლი. შემდეგ 9-3 არის 6, აქ გვექნება 3 და აქ გვექნება 3. კარგი, ესე იგი მივიღეთ რომ აი ეს სხვაობა გვაძლევს 30688-ს. ეხლა მოდი ორივე მხარე გავუყოთ 9900-ზე. დაგვრჩება რომ x-ი უდრის 33688 შეფარდებული 9900-თან.
შეფარდებული 9900-დან. და ეხლა ეს რა არის? ეს არის x-ი. x-ით რა აღნიშნეთ? x-ით აღნიშნეთ აი ეს საწყისი რიცხვი, ხო? და ამ დროს რა არის? x-ი უდრის რაღაცა მთელი რიცხვი გაყოფილი რაღაც მთელ რიცხვზე. და ეს გვაინტერესებდა ზუსტად. ესე იგი, აღმოჩნდა რომ თურმე შეგვიძლია ეს რიცხვი მართლაც გამოვსახოთ ორი მთელი რიცხვის ერთმანეთთან შეფარდებით. ასე რომ შეგვიძლია მივაწეროთ რომ ნამდვილის გარდა ეს რიცხვი არის რაციონალურიც. აი აქ დავწერ რაციონალური. ანუ რაციონალური რიცხვთა სიმრავლესაც მიეკუთვნება. და დანარჩენი უკვე მარტივია. მთელი რიცხვი არ არის, ცხადია რომ არ არის, არც ნატურალური რიცხვი არ არის. ესე იგი, ყველაზე საინტერესო იყო გაგვირკვია ეს რიცხვი იქნებოდა თუ არა რაციონალური. და ზოგადად ნებისმიერი რიცხვი, რომელიც პერიოდშია, ანუ უსასრულოდ მეორდება, მისი რაღაც ათწილადის წერტილის შემდეგ ყოფი ციფრები, მაშინ ეს რიცხვი აუცილებლად არის რაციონალური, იმიტომ რომ ამავე ტაქტიკით შეგვიძლია გამოვსახოთ.